რარი? ვერ მოვასწარნოს. აი. გავხსნათ ჩვენ sound manager-ის script. მოკლედ გასაკეთებელი გვაქვს ის, რომ თქვათ, თამაში ჩართავ ხმახო ისმის, დააპაუზებ. წერანი არ გაქვთ გაზიარებული. ცა. ახლა მას Discord-ზე რომ შემოვდივარ ჩემი კომპიუტერით მიჩვენებს, რომ loading ჩანკო და რაღაც ციფრია მერდა ფაილը დავწერე თური retries. არ ვიცი. შეიძლება ინტერნეტის გამოვირჩევოდეს. გამოჩნდა აგაზიარებული? კი. თან არაჯერ. ახლა გავუშვა. მოკლედ პრობლემა ის არის ახლა, რომ რაც გასასწორებელი გვაქვს. ხმარო ისმის, რომ დააპაუზებ. ნუ ეს მუშაობს, თუ დაუწევ. რო გამორთავ თამაშს, თავიდან ჩართავ, ისე იქ დაგხვდება, სადაც დააყენე. და ხმაც ეგრეს შესაბამისად ისმის. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ რო გამორთავ ღილაკით და მე თამაშს გამორთავ. თავიდან რო ჩართავ თამაშს, ხმა აღარ იქნება და სლაიდერიც დაწეული არის, მაგრამ თვითონ ეს ღილაკი გადადის ისევ იმაზე, ჩართულზე რა. ეგ უნდა გავასწოროთ, რომ აქ როცა თამაში გამორთულია, ესე კი არა, ხმა გამორთულია და დამახსოვრებული ეგ აქ რომ ხმა გამორთული იყო, თავიდან რო ჩართავ თამაშს, ეს ღილაკიც გამორთულზე უნდა იყოს რა. თუ ჩართული იქნება, ჩართულზე უნდა იყოს. და ეგ sound manager-ში ჩვენ გვიწერია start-ში ხო ამოწმებთ ამას. player prefer-ით უნდა იყოს. ხო, start-ში ხო ამოწმებთ ჩვენ რომ game volume თუ ის არის. რა ქვია? game volume. და start-ში არაფერს არ მომწევ. როგორ არა? Hesky-ს ვამოწმოთ. აუ არ მიწერია. ეს არ გიწერია, აბა რანაირად მუშაობდა შენთან? არ ვიცი. კარგად მიაქცია ყურადღება, ის სხვაგან ხო არ ხარ, სხვა script-ში ხო არ ხარ, sound manager-ში ხარ ნამდვილად? არა, sound manager-ში ვარ და start-თან ვარ. არ მიწერია. შეიძლება არ დაასეივე, წინაზე რო დაწერე. იმიტომ რომ წინაზე მუშაობდა როგორც მახსოვს შენთან და ამის გარეშე Unity-ში როგორი მუშაობდა მე? ამის გარეშე ვერ იმუშავებდი. ტიპების გარეშე როგორი? არა, შეიძლება ბოლოს რაღაც დაამატე, არ ვიცი, არ ვიცი. შენთან ოღონდ სხვა სახელები ქვია ამათ და ყურადღება მიაქცია. რო დაწერ მითხარ.
იმას. დაწერა? არა ეს if-ი არ მეწერა თუ არა, დანარჩენი მეწერა. if-ი არ მეწერა. ხო. if-ში რაც წერია, ყველაფერი მეწერა. კაი, ხო, ეს ამოწმებს არის თუ არა შენახული game volume-ში ჩვენ ხო ვინახავთ იმ sound volume-ს, რამდენიც არის. და მაგას ამოწმებს რა. საერთოდ შექმნილია თუ არა ეს ცვლადი. და ეს მაშინ არის შექმნილი, როცა მართლა შეინახე, მართლა შეცვალე და მაგაში ცვლილების დროს ვინახავთ. ხო და ეხლა სტარტში კიდე მოგვიწევს გადამოწმება, რომ თუ ჩვენ ხო აქ ის გვაქვს, რა ქვია, sound sprites და თუ sound on-ზე არის, sound sprites 0-ია და პირიქით უბრალოდ sound sprites 0-ზე როცა გადაყვავს, მაშინ როცა ღილაკს ვაჭერთ და თიშავთ იმას. ხო და სტარტშიც მოგვიწევს მაგის შემოწმება, ანუ თუ გათიშული არის, აი თუ game volume-ში აი აქ 0 არის შენახული, მაშინ sound sprites 0-ზე უნდა გადავიყვანო და თუ არა კიდე 1-ზე. აი შიგნით. ეს ორი ხაზი ხო გვიწერია if-ში შიგნით. კიდე ერთი if დავწეროთ შიგნით და შევამოწმოთ player prefs წერტილი get float. ხო, float არის? ზუსტად ის სახელი, რაც ქვია იმ floats. game volume-ი უდრის თუ არა 0-ს. 0-ს მაშინ უდრის, როცა ხმა გათიშე საერთოდ და აი აქ 0-ზე გადავიდა. set float-ით შეინახა შეგეთ 0 და get float-ით ამოგაქვს ეგ ინფორმაცია და ამოწმებ ეგ ინფორმაცია, რაც ამოიღებ მაგ ცვლადიდან. უდრის თუ არა 0-ს. და თუ უდრის, აქ აი ეს მოვაკოპიროთ. image-ს რო ვცვლით sprite-ით. sound sprites 0-ზე გადავიყვანოთ და აქ შეგვიძლია else-ი დავუწეროთ და იგივე ოღონდ 1. ეს არის უკვე აი აქ რაც გვიწერია რა. როცა ვაბრუნებთ ხმას და ის ღილაკით ჩართულზე გადადის. ჩართული sprite-ი რომელიც არის ვიზუალურად მაგაზე გადადის. ეს დავუწერეთ. დავწერე მას და შეინახავს ახლა და გავტესტავ. ნახავთ, ჩემთანაც გავტესტავ. ეს else დამიწყებული. აი გათიშული ხომ მქონდა და ესეც გათიშული არის. ეხლა ჩავრთე. გამორთავ თამაშს, თავიდან ჩავრთავ და ჩართულზე უნდა დავხვდეს ესეთ. კი. ეხლა გავთიშე, გამორთე თამაშს. ჩავრთე და ნახოთ, ეგ არის. რესტარტზეც იგივენაირად მუშაობს.
აუ ეიც არ დამიწერია მე. ეს აუ ეს ვიზუალ სტუდიომ გაჭედა და გავთიში ახლა თავიდან ჩავ. აი მიდი და გადაწერ. გაბრიელ რო დაწერ და შეამოწმებ მითხარ. რაღაც ერთი შეცდომა შეცდომა რა, ერთ რაღაც შევამჩნიე, როგორც მუშაობს და ნახე აბა შენთან ის როგორ იმუშავებს. სწორად მუშაობს, მაგრამ ერთ პატარა დეტალია კიდე გასასწორებელი. აი დავწერე როგორ? ვერ გავიგონე თავიდან თქვენ? ახლა იუნი რო გადა ანუ შევინახე კოდი და იუნით ჩაიტვირთება და გავტესტე. მიდი.
არ ინახავს მას. მორთულ ხმას. გაზიარება. ას. კი. აი აქ. აი აქ რო გავთიშავ აჰა. და რო შევდივარ ისე. ხილაკზე ის ფოტო არ იცვლება? იმასე. კაი, არა, ხმაც არ გამოიწვა. გამურთა. შედის სკრიპტში. აი ცოტა არასწორად გიწერია მანდ. რა. პირიქით უნდა გეწეროს 51 ხაზი უნდა გეწეროს 51 ხაზის მაღლა. ანუ ჯერ ეგ უნდა გეწეროს და მერე ის. ეს ხაზი გადავიდანო ზევი? კი. ანუ ჯერ wall value-ში უნდა შეინახო ის იქიდან ინფორმაცია get float-ი, game wall-ი და მერე audio listener-ის volume-ში უნდა ასახო ეგ wall value რა. პირიქით ვაკეთებდი მაგიტო. აბა ეხლა შეამოწმე. აი შეინახავს. მაინც არ შეინახავ. გავუშვი ზეღანდა. გათიშე და თავენ ჩართება? აი ხო გავუშვი. ჩართულია ისე. აი გამურთი მაშინ ზევით კოდში არის რაღაცა შესტომით. გახსენი სკრიპტი? მეწერწამს. აი მანდაც ანუ მე-19 ხაზი უნდა ჩამოიტანო, მე-20 ხაზის დაბლა. ანუ ესე პირიქით რატო წერია? ანუ აქ მიმდევრობები მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ჯერ რაღაცას ვინახავთ, მერე იმას ავსახავთ რაღაცაში. ან პირიქით ჯერ რაღაცას უტოლებთ რაღაცას და მერე იმას ვინახავთ სხვაგან და მაგიტო რა.
ერთი წამება აქაც შევხედო. ხო, აქ რა დაბლად წესით მე მგონი სწორი არის. კაი, აბა, ეხლა შემოწ. აი შევავიდით. მაინც ჩართული მოვა. კიდე მაჩვენება, კოდი კიდე რაღაცა არის შეცდომით ალბათ, არ ვიცი. ის სლაიდერიც ჩართულზე ბრუნდება? თუ სლაიდერი სწორ გასწორდა? ხო. ანუ ღილაკით რო გამოვთავ. მერე რო ჩავთავ ისევე ან ირთვება. ანუ არ აღვიქოს გამორთვას. იმ წუთში ისა რება ხმა, მაგრამ კაი, შედი სკრიპტში. აშენ. სკრიპტში შედი. set flow-ებით სწორად გიწერია game-all pre-walls ინახავ მე იმაში. დამანახე ერთზამს კიდე. Wall value. This pre-walls. მოდი აბა გადადი unit-ს და წაშალდე ის player prefs რო შლით ხოლმე, რომ თავიდან დაიწყოს საერთოდ. edit-ს დააჭირე მარცხნივით და clear all player prefs ეს უქვევით წერია. სულ ქვევით. ჩართი აბა ახლა. ახლა ხმა უნდა იყოს მაქსიმალურზე წესით. და ჩართული. და რო დააპაუზებ, ღილაკით არ გათიშო, უბრალოდ სლაიდერი გამოძრავა. გამოძრავა ნახევარს დააყენე, აბა. კაი, გამორთება ეხლა თამაში. ჩართი და ნახუთება ნახევარს უდო დაგხვდება. ინახევარზე ამს. კაი, მაგას ინახავს ანუ. ახლა დააჭირე აბა ღილაკს. გამორთა? თავიანთ ჩართა ახლა? მაინც ჩართულია. ანუ ღილაკზე დაჭერის დროს არ ინახავს სწორად. კაი, მანდ მივიდეთ მაშინ, აი ღილაკზე დაჭერის დროს რა გვიწერია სკრიპტში? გადადი სკრიპტში ისევ? ეს. ეგ გვიწერია კი. pre-walls ინახავ იქ და pre-wall-ი მოიცადე ერთზომს. ხო და აქაც არასწორად გიწერია.
ანუ უყურე საალ ზევით, ანუ მან აი მაგიფში ეს set float უნდა გეწეროს ერთი ხაზით მაღლა. set float, ხო, აი ეგ ერთი ხაზით მაღლა უნდა გეწეროს. აი მაგის ზედა ხაზზე რაც გიწერია, ჯერ ეს უნდა გეწეროს და მერე უნდა გეწეროს ეგ. აი ეგ, მანდ ხო. მოიცადე ერთს და მან ფრიოლიც აღარ გვიწერია ჩვენ ნულზე გადავაკეთეთ, იმიტომ რომ განულებული იყო პირდაპირ. აი მანდ ხო. დავწერო. კი. აქ ქვევით სწორად წერია ყველაფერი. ქვევით სწორად მოიცადე ერთს saved free ხო, ქვევით სწორად წერია. აი აბა ახლა შეამოწმე. აი შეინახავთ. შეინახავს. აი აღარ არის ჩართული. და ეხა პირიქითაც გატესტე რომ ჩართე ეხა და თავი გამორთი თამაში თავი ჩართე და ჩართული თუ დაგხვდება. ჩართულია მას. ოკეი, მუშაობს. შვენიერი. აი. ახლა ჩვენ რომ მენიუს წინიდან გადმოვდივართ აქ place რო ვაჭერ ცოტა ხანი ხო იყინება თამაში და მერე გადმოდის რა. ხო და ეგ რო არ მოხდეს loading screen-ი გავაკეთოთ. აი ჯერ მენიუში გადადე, მენიუს სცენაში გადავიდე და ჯერ აქ გავაკეთოთ და მერე იქიდან თვითონ space shooter-ის სცენიდან მენიუში გადასვლა ხო გვაქვს ჩვენ? თუ არ გვაქვს? მგონი გვაქვს. თუ არ გვაქვს? არ გვაქვს. space shooter-ის მენიუში გადასვლა არ გვაქვს. ხო, არ გვაქვს. restart-ი გვაქვს მარტო და მანდაც დავამატოთ მერე გამორთვა და მენიუში გადასვლაც. აი, მოკლედ მენიუში გადავიდეთ ხა მენიუს სცენაში. და აქ გვაქვს play ღილაკი და exit ღილაკი. მოდი დავამატოთ პანელი, მარჯვენა ღილაკი, UI და მას კანვასში დავამატოთ თუ ისე? კანვასში. კანვასის ნაწილი არის ეს პანელი. დავარქვათ loading screen. UI და მერე პანელი.
შევქმნი. loading screen-ი დავარქვით. პრინციპში შეგვიძლია რომ რაღაცა background-ზე ისეთი ფერი მივცეთ რამე და alpha ავიყვანოთ 255-ზე რა. რომ საერთოდ გადაფაროს ყველაფერი და მარტო ეს screen-ი გამოჩნდეს. მერე შიგნით loading screen-ში დავამატოთ ტექსტი, UI, legacy, text და margin loading დავწეროთ კი და სამწერტილი თქვათ. გავადიდოთ რაღაცა ესე და font size-ით გავუზარდოთ. და ცენტრები ავირჩიოთ, რომ ცენტრში დაეწეროს. ასევე font-იც ჩავუგდოთ ჩვენი font-ი რო გვაქვს ეგ. ფერით შეგვიძლია შევუცვალოთ. რაღაცა ეს ფერი ოკეი. კიდევ უფრო შეგვიძლია გავზარდოთ ეს. ოკეი, და დავასეივოთ და აქ დაგვჭირდება მე კი არა ახლა დაგვჭირდება სლაიდერი, ხო, მართ არის ხარ. და ჩვენ ხო ის სლაიდერი გაკეთებული გვაქვს იქით Space Shooter-ის სცენაში. გადავიდეთ მაგ სცენაში. კანვას ჩამოვშალოთ და ეს health bar-ი რო გქონდა, ჩამქრალი health bar-ი. ან energy bar-ი რა მნიშვნელობა არა აქვს. მოვაკოპიროთ. თქვათ ეს ჩამქრალი health bar-ი. გადავიდეთ menu სცენაში და კანვასში რო loading screen-ი არის, ეგ loading screen-ი ჩამოვშალოთ, მე ტექსტი მოვნიშნოთ, შიგნით რო შვილად ტექსტი ყავს და მე გავაკეთოთ paste-ი, ანუ Ctrl V. და health bar-ს ჩააგდებს პირდაპირ loading screen-ში შვილად. მე გადავარქვათ ამას სახელი, loading bar დავარქვათ და გამოვაჩინოთ. ანუ ტექსტი შვილად. არა, ტექსტი მონიშნე და რო ჩააფეისტებ, ტექსტი შვილად არ ჩავარდება, loading screen-ი შვილად ჩავარდება. ანუ loading screen-ი რომ მოგვენიშნა და მაგროს გაგვაკეთებინა paste-ი, მაშინ canvas-ში ჩავარდებოდა რა. ანუ ხო მივხვდი. რაში ჩაგდება გინდა, იმის შვილი უნდა მონიშნო, როცა აფეისტებ. ან შეგვეძლო რომ canvas-ში ჩაგვაგდო და მე ხელით ჩაგვაგდო იმაში loading screen-ში ეგრეთ შეიძლება. არა პირდაპირ ჩავარდნენ იყო, მაგიტომ ჯერ შვილი მონიშნეთ loading screen-ის და მე გავაკეთეთ paste-ი. დავარქვით loading bar-ი, გამოვაჩინეთ. აქ ეს წითელი ისრენ რო აქ top left-ი არის აქ არჩეული, იმიტომ რომ გახსოვს კუთხეში მივაბით ჩვენ ის health bar-ი და ამას დავაჭიროთ და ცენტრში იყოს. alt-ით გადავიყვანოთ ცენტრზე, ხო? alt-ს დავაჭიროთ keyboard-ზე და მე ერთხელ ავირჩიოთ ცენტრი. და მე მგონი ცოტა კიდე უფრო გავწელოთ რაღაცა ესეთი რო იყოს რა. ამის ფერიც ჩვენ loading bar-ში გვაქვს
ფილარია და მერე ფილი. და ამის კოლორიც შეგვიძლია აქედან ავიღოთ. იგივე ფერი რო კონდეს, რაც იმ loading text-ს აქვს. და ასევე loading bars რომ მონიშნავ, margin max value ეწერება 5. აი იქ თვითონ სლაიდერის კომპონენტში. იმიტომ რომ ხელში ჩვენ 5 გქონდა და მაგიტომ მაგაზე ვტესტავდით და loading bar-ი 1-ზე უნდა გავაკეთოთ, ან 0-დან 1-მდე არის ეგრე აწყობილია უკვე, ესა რა ქვია, სცენის ჩატვირთვა background-ზე რა, ესე ვთქვათ. ეგრევე ჩატვირთვა არა, აი ცოტა ხანი რომ მოიცადოს და შეივსოს და ეგრე და ეგ შევსება ხდება 0-დან 1-მდე და მაგიტო 1 მინუტით აქ მაქსიმალური value. ასანუ max value 1 დავწეროთ. ხო. და შესაბამისად values 1 ჩაიწერება. და ეგ value 0-ზე რო ჩამოდის, ეს წითელი ხაზი რა აქვს? არაფერი თამაში არ გამოჩნდება, ეგ უბრალოდ აქ სცენაში შეიძლება ჩანს უბრალოდ რა ეს. ხო. თამაში არ იქნება ეგ. კაი, დავასეივოთ ეს. ჩავაქროთ ეს loading screen-ი. იმიტომ რომ თავიდან ხო არ უნდა ჩანდეს. მერე უნდა გამოჩნდეს. მას load-ისა ის სლაიდერის value 1-ზე დავტოვო თუ 0-ზე გადავიყვანო. 1-ზე დატოვ 1-ზე. იყოს 1-ზე. მაინც loading screen ჩავაქრე. ხო. მაგრამ თუ 0-ზე ხო არ ჯობია, მაგრამ სკრიპტიდან ცა დავფიქრდა. ხო, მეგონი თავიდან ჯობია რომ იმაზე იყოს, 0-ზე იყოს. და თითო მოუმატოთ ხოლმე? არა, აი ხა დავწერთ რა, აქ რაღაცები ჩაშენებული არის მაგისთვის, როგორ უნდა შეივსოს ეს და მასე დავწერთ პირდაპირ. კაი, ახლა შევიდეთ. ან მოდი ის სკრიპტი ხო გვაქვს? სად არის? Change scene script. ხო ამას ვიყენებდით ჩვენ. დიახ. scene index-ის მიხედვით რომ გადაყვავდა სცენაზე. ხო და ეს იგივე იქნება, იდეაში ეს ფუნქცია იგივე იქნება, ეს ფუნქცია გვაქვს მიბმული იმ ღილაკებზე. start ღილაკზე მაგალითად და restart-ზეც. ხო და ეს ფუნქცია იგივე დარჩება, ანუ არ წავშლით ამ ფუნქციას და ისევ მიბმული იქნება იმ ღილაკზე და იმუშავებს უბრალოდ. კიდე დამატებით რაღაცას ჩავწერთ და აქ გამოვიძახებთ მერე მაგას. კაი, მოდი ამის დაბლა. ან ჯერ მოდი მაღლა ცვლადები დავწეროთ, რასთან დაკავშირებას დაგვჭირდება. ერთი public slide-ერი იყოს, მაგრამ sliders ვერ დავწერთ, იმიტომ რომ ზევით არ გვიწერია using Unity Engine UI. სულ ზევით დაწერე, using-ებისაც წერია. რომ მე აქ შევძლოთ slide-ერის გამოყენება, public slider. Loading bar, ხო? რო ის სლაიდერი ჩავაგდოთ მე, ეხლა რო შევქმნით. დიახ. Okay. მერე აქ ცალკე აი ამ void-ის დაბლა. შევქმნათ ნუმერატორი. რომელი void-ის change scene-ის თუ exit game-ის? Change scene-ის. და დავარქვათ load scene
async. ანუ ასინქრონული ჩატვირთვა ქვია მაგას რა. ჯერ გააწითლებს ამას, იმიტომ რომ რაღაც ჩაწერა სჭირდება. მაგრამ უშავს დავწერთ მაგას და მე გასწორდა. ჯერჯერობით იყოს გაწითლებული. ხო, და ამასაც დაუწეროთ int sin index. ან მოდი ესე ცოტა სხვანაირად დავარქვათ აქ, იგივე რო არ ერქვას. int sin to load ესე დავარქვათ. სცენა რომელიც უნდა ჩატვირთოს რა. და აქ არის ჩაშენებული async operation. შეგვიძლია დავარქვათ operation უდრის. და აქ ხო ვიყენებდით ჩვეულებრივ ჩატვირთვას scene manager წერტილი load scene და ამ scene manager-ში არის load scene async-იც, ანუ ეს ასინქრონული ჩატვირთვა რა, ასინქრონული ჩატვირთვა არის, აი background-ზე იტვირთება სცენა, სანამ შენ loading screen-ს აჩვენებ და მერე შეეყავხარ, რო შეივსება ის 0-დან 1-მდე, ანუ რაღაც დაყოვნებით იტვირთება რა იდეაში. ოღონდ მაგ დაყოვნების დროს და ასინქრონული ხო, და აი ეს უნდა გამოვიყენოთ load scene async. და ამას აქ მივუთითოთ scene to load. ეს აღარ დაგჭირდება. ეს დაშალე, ზევით, scene manager load scene რო გვეწერა იმ change scene-ში. ანუ თუ რა გვეწერა? როგორ? რაფი. მე ამის დაბლა დავწეროთ, რომ operation წერტილი აქ იქნება წესით ეს allow scene activation. ეს არის ანუ როცა მზად არის მოკლედ ის სცენა უკვე ჩატვირთავს რა. ანუ როცა ჩაიტვირთება background-ზე უკვე შეგიყვანს მერე, მაგრამ ჩვენ ახლა ჯერ არ გვინდა აქ ამ ეს რო გვიწერია, ჯერ სანამ ის არ შეივსება, ხო არ გვინდა რომ ჩაიტვირთოს. ამიტომ რო გამოვრიცხოთ ჩატვირთვა operation წერტილი allow scene activation უდრის false დავწეროთ, რომ თავიდან false იყოს ეს, ამ დროს არ იტვირთება ჯერ, მაგრამ ამის მერე დავწერთ, რომ while loop-ი შეგვიძლია, მე მგონი არ გამოგვიყენებია while loop-ი. While loop-ი მუშაობს ესე. არა, გამოვიყენე. გამოვიყენეთ? კი. ხო. არა, while loop-ი არა, რაღაც for loop-ი გამოვიყენეთ მე მგონი. რო გადაგვეარა ყველა იმას ობიექტზე, ელემენტზე, იმაში მასივში, ხო? ხო, ყველა ელემენტთან რომ მივსულიყავით და while loop-ი არის ესეთი რაღაცა, რომ თვითონ სიტყვა გეუნება რა, როცა while ხო როცას ნიშნავს. როცა ეს აი ზედა ფრჩხილებში ჩაწერილი რაღაცა ჭეშმარიტი იქნება, სულ აკეთებს აქ ამ ქვედა ფრჩხილებში ჩაწერილ კოდს. ანუ if-ი არის, ოღონდ if-ს რო წერ ხო ერთხელ შვება. ნუ თუ update-ში არ წერ რა. და while-ი თუნდაც start-ში რო გეწეროს, ზედა ფრჩხილებში ჩაწერილი მდგომარეობა თუ ჭეშმარიტია, true თუ არის. მაშინ ქვევით ამას გააკეთებს და მე თავიდან იწყებს. მე კი ისევ თავიდან ისევ და loop-ია რა, მოკლედ არ გამოვა loop-იდან. ამასთან ცოტა ფრთხილად უნდა იყო, იმიტომ რომ შეიძლება დაიქრაშოს თუ რაღაცა ისე ჩაწერ, შეცდომით ჩაწერ შეგნით რაღაცას. ანუ ძალიან ბევრი აი თქვა update-ში თუ ჩაწერ ამ while-ს მოკლედ შეიძლება გაგიჭედოს რა. თუ არასწორად ჩაწერ update-ში თუ გააკეთებინებ while-ით ისეთ რაღაცას, რომ მართლა true თუ იქნება ის რაღაცა. ძალიან ბევრჯერ დალუპავს აი რაღაც ობიექტის გაჩენა რო გეწეროს მაგალითად. თუ რაღაცა ბული true არის, მაშინ ეს ობიექტი გააჩინოს და ეს while-ი რო გეწეროს,
ოღონდ ეს while-ში რო გეწეროს ეგ გაჩენა და ეს while რო გეწეროს მე update-ში. წარმოიდგინე update ხო წამში ძალიან ბევრჯერ კითხულობს და ეს while-ი კიდე update-ივით ილუპება რა კიდე. და რავი, ათასობით ობიექტი შეიძლება გაჩნდეს წამში. და ეგ რავი, ის არის ძალიან რთული არის კომპიუტერისთვის და ნუ ეხლა გაჭედავს. ხო, ძალიან გაჭედავს რა. ოკეი, და ჩვენ ესეთ რაღაც შევწეროთ, რომ ძახილის ნიშანი operation is done. ანუ სანამ არ არის ოპერაცია დამთავრებული, აი ეს ოპერაცია რა, იმ სცენის ჩატვირთვის background-ზე. მაშინ აი აქ აი ახლა როგორ უნდა შევავსოთ ის სლაიდერი. float როგორ დავარქოთ რაღაც progress ანუ ის progress-ში გულისხმობ იმ სლაიდერის შევსებას რა. რომ progress-ი დაგვანახოს ის შევსება. უდრის ეს რო ჩავკეტოთ მაგისთვის ჩავკეტოთ 0-დან 1-მდე. math წერტილი clamp 0-1 ეს math-ი ჩაშენებული კლასი არის და შეგნით არის ფუნქცია clamp 0-1 და შეგიძლია ორი value მიუთითო და 0-დან 1-მდე იქნება რა, მოკლედ ჩაკეტავს. ორი value კი არა, უბრალოდ ერთი value უნდა მიუთითო. და 0-ს და 1-ს ვერ გაცდება, ვერც 0-დან იქით მინუსებში ვერ წავა და 1-დან მაღლაც ვერ წავა. და აქ უნდა ჩავწეროთ operation წერტილი progress, ეგრე ქვია. ოღონდ ეს როგორ შვება, იცი, 0-დან 1-მდე 1-ზე ივსება მე კი ვთქვი, მაგრამ 0.9-ზე ადის. მე ცოტა ხანი დაყონდება და მე ბოლოს ივსება რა, 1-ზე და მე ტვირთავს იმ 1-ზე სცენას. და მაგიტო იდეაში 0-დან 0.9-მდე უნდა დავინახოთ ის პროგრესი და 0.9-ის მერე რაც შეივსება, უკვე ეგ არის სცენის ჩატვირთვა რა. მაგროს გადავა სცენაზე. აი ეს ბოლო შევსება რაც იქნება. ხო და ჩვენ პროგრესი რაც უნდა დავინახოთ, 0.9-მდე იქნება 0-დან 0.9-მდე. ამიტომ გაყოფილ 0.9-ზე დავწეროთ აქ 0.9f და წერტილმწივი. და მე ეგ პროგრესია ეს ხო ამ float-ში შევინახეთ ეს და ეს ავსახოთ ახლა იმაში. და დავარქვით იმას loading bar-ი ხო? loading bar წერტილი value უდრის progress. ანუ ეს პროგრესი რამდენიც იქნება და იქნება 0-დან 0.9-მდე. იმის 0 რაღაცეები რა, რასაც გაივლის 0.9-მდე და loading bar-ის value-ში აისახება ეგ პროგრესი. და ამის მერე if-ით შევამოწმოთ, უკვე while-ის გარეთ ვართ. while-ის გარეთ დავწერეთ, წერთ ოღონდ ისევ ნუმერატორში. operation წერტილი progress თუ მეტიან ტოლი აღმოჩნდება 0.9-ზე, ან 0.9-მდე თუ მივიდა და გაცდა 0.91-იც რო გახდეს, მაგროს უკვე ჩაუწეროთ, რომ operation წერტილი LOC activation უდრის true-ს. ანუ აქ ხო false-ზე გადავიყვანეთ, იმიტომ რომ არ ჩატვირთულიყო სცენა. და როგორც კი 0.9-ზე ავა, ეგრევე ვეუბნებით, რომ ჩაიტვირთოს სცენა. ჩატვირთოს. და ეს რო არ გააწითლოს ამ if-ის გარეთ დავუწეროთ yield return now.
ეს yield return 0 რას აკეთებს? აქ იდეაში ნუმერატორები ხო გამოგვიყენებია wait for seconds რო წერდით ხოლმე და რაღაც დრო ვაყოვნებდით. და null-ს როცა წერ, უბრალოდ ერთი ფრეიმი დაისთვის და მე შემდეგ ფრეიმზე გადავა რა. ხო და ეხლა ეს უნდა მიმოვსკნათ რა ქვია. გამოვიძახოთ აქ change scene ხო უკვე მიბმული გვაქვს იმას ღილაკზე. და start coroutine-ით ხდება ნუმერატორების გამოძახება. start coroutine-ს ფრჩხილებში ჩაუწერ load scene asyncs. ფრჩხილები და აქ მოითხოვს რომ ის scene index-ი მიუთითო, scene to load-ი მიუთითო უბრალოდ. ამას სადღაც რო იძახებ, ფრჩხილებში რახან scene to load-ი აქვს. მოგთხოვს რომ მიუთითო და ჩვენ მიუთითოთ აქ ეს scene index-ი. scene index-ი რამდენიც იქნება, scene to load-იც ეგ იქნება რა. scene index ჩვენ ხო ვაწვდით იქ unit-ში. ერთი რო გვიწერია. და მაგითოთ ვირთავს იმას space shooter-ის სცენას. და აქ რო ერთი ჩაიწერება, ეწოდინება რომ scene to load აქ ერთზე მდგომი სცენა უნდა ჩადვირთოს. თუ მენიუში გადავიყვანთ მერე scene index მიუთითებ 0-ს და scene to load-იც 0 იქნება და ჩადვირთავს 0-ზე მდგარ მენიუ სცენას. და ასევე ის არ დაგვიწერია, რა ქვია. თვითონ ის რო გაჩნდეს რა, loading bar-ი კი, მაგრამ ზევით ისიც ხოლმე დავწეროთ public game object loading screen. და loading screen-ი ეგრევე გავაჩინოთ, მოდი აქ. აი ამას ხო ვიძახებთ აქ. და ეს როგორც კი გამოვიძახებთ, ეგრევე პირველივე რაც გააკეთოს, იყოს ის რომ loading screen გამოაჩინოს. loading screen წერტილი set active true. დაწერა? კი. აი, დავასეივოთ ეს. გადავიდეთ unit-ში. მოვნიშნოთ canvas-ი გვაქვს ხო მიბმული მეგონა? ხო. canvas-ი მოვნიშნოთ. აი change scene script-ი. უნდა მივიღოთ ხო? თუ მიბმული. აქ მიბმული არის, უბრალოდ უნდა ჩავაგდოთ, მაგრამ თან pause script-იც მიბმული არის აქ და მოდი ეს pause script-ი წავუშალოთ, იმიტომ რომ აქ მენიუში ხო არ ვაპაუზებთ თამაშს. ხო და pause script-ი არ გვინდა. change scene script-ი დავტოვოთ მარტო და loading bar-ში უნდა ჩავაგდოთ ეს loading bar-ი, რაც loading bar-ი ხო? კი. და loading screen-ში უნდა ჩავაგდოთ loading screen. ანუ ეს ყველა ის რაც შევქმნით. აი ეს თავარი მშობელი რა loading screen რო ქვია. ხო. ეგ. რომ ეგ გააჩინოს, გამოაჩინოს. მე ის პროგრესი უნდა დავინახოთ და მე უნდა ჩაიტვირთოს სცენა წესით. აბა ვნახოთ რა სისხლს. loading screen რატომღაც არ გამოჩნდა. და გამიჭედა. აი while-ის გამო ხო არ არის.
მოდი გამოვთავ. თენთანას გაჭედა მას გამომაგდო unit-თან და აღარ მიშვებს. ხო. კაი, ანუ რაღაც არასწორად ჩავწერეთ. წაღარ რომ ამბობდი რომ whiles უნდა დაუგვირდეთ თქო. რაღაცა არასწორად ჩავწერეთ, ანუ კაი, თავიდან ჩავთავ მეც. და რა ჩავწერეთ არასწორად while-ში? Operation. უი. ესენი while-ში უნდა ჩაგვეწერა. ხო, ეს ერთი ფრეიმის მოცდა იდეაში while-ში უნდა იყოს, რომ ცოტა რაღაც პატარა დაყოვნება კონდეს რა, რომ ეგრევე ძალიან სწრაფად არ შეივსოს. აი ეს if-ი და ეს yield return-ი უნდა გადავიტანოთ while-ში. აბა ეხ შევამოწმებ. Okay. გვიან გამოჩნდა loading screen-ი. მაშინ ეს loading screen-ის აქტივაცია, ანუ set-active true უნდა გადავიტანოთ. ეგრევე ღილაკს როცა ვაჭერთ, ეგრევე რომ მოხდეს რა. საერთოდაც რა შეგვიძლია იცი? ეს საერთოდ აღარ დავწეროთ. loading screen-ის აქტივაცია. set-active არ გამოიწვი unit. თავიდან რთავ? მურთავ, მაგრამ რო გავთიშო X ხომ დააჭირო და არ შვებ. იმას დააჭირე, რა ქვია, Control Alt Delete დააჭირე. და მე task manager-ში გადადი და end task-ი გაუკეთე იქიდან unit-ის. Control Alt რას დავაჭირო? delete. Control-ი Alt-ი გეჭიროს ორივეზე და მე delete-ს დააჭირე ერთხელ. მე task manager-ში გახსენე. და მონიშნე მანდი unit-ი იქნება და end task-ს დააჭირე. unit-ი hub-ი ხო? არა, hub-ი არა, unit editor. გამოიშთა. ხო. თავიდან ჩართი მანამდე გავტესტავ მე ხარ გადავიტანე კი არა ნახე. ესეც წავშალე. ის loading screen-ს რო უკავშირდებოდით და set-active true რო გვეწერა. და ნახე რა შეგვიძლია. play button-ზე პირდაპირ აი აქ პლუსით შეგვიძლია ჩავაგდოთ loading screen-ი პირდაპირ და აქ game object-ს აირჩევ და set-active აქაც აქვს რა. და პირდაპირ აი რომ მონიშნავ აქ true-ზე რო დააყენებ, ეს ნიშნავს რომ play-ს როგორც კი დააჭერ on click-ზე loading screen-ს set-active true-ს გახდის. ანუ კოდში რაც გვეწერა იდეაში ეგ გავაკეთე ახლა აქვე რა unit-ში. ის კოდში წავშალე ის. შენთან რო ჩაირთვება, მე შენც ქენი. აი, აბა ახლა აი და კოდში რა შეცვალო? კოდში if-ი და მე yield return null-ი რო გვეწერა ბოლოს. ეგ ორივე აიტანე while-ში. while-ის ფრჩხილებს შორის მოაქციე. და მე ზედა პირველივე ხაზზე load nothing-ში ის რო გვეწერა set-active true loading screen-ზე. ეგ წაშალე საერთოდ და ზევით რო გვეწერა public game object loading screen, ეგეც წაშალე საერთოდ. ზევით რო გვეწერა public loading screen რო გვეწერა public game object. ეგეც წაშალე. რო დაასეივებ.
იუნიტში გადადი. Play ღილაკი მონიშნე. Plus დააჭირე მარჯვნივ on click-ზე. მოიცადი ნახავს არჩევდი. წეღან ხო მივხვდი რაც მოხდა, აი while-ში იყო სულ გაჩერებული, სულ ამას ლუპავდა რა. და ეხლა ეს შიგნით რო გადმოვიტანეთ, შიგნით შეამოწმებს ამას და ეს დაყოვნებაც ექნება. გადავედი იუნიტში ხა? ხო, play ღილაკი მონიშნე. On click-ზე plus დააჭირე. აქ ჩავარდეთ loading screen. ჩააგდე ჩამქრალი loading screen-ი და no functions რო ჩამოშლი game object ეწერება, მათ აირჩიე game object და მე სუქვევით და selective bool. აი. და chart. ეს ბული იყო გამოთვლილი. ეს ჩაუხდე ეს ბული. რო true-ზე გადაიყვანოს, ანუ selective true-ს გააკეთებს რა. წეღან script-ში რაც გვეწერა, მაგას გააკეთებს. და ზევით ავიტანოთ, ზევით ააცურე ეგ. აი თვითონ მაგას მოკიდე ხელი და ზევით აიტანე რომ ჯერ ექნას და მე ჩატვირთო სცენა. ისე დავიწყე. მოიცა გამორთული თოინავის. აბა ვნახოთ. მაინც არ აჩენს ამ loading screens. რატო? გაჭიდა. არა, ზუსტად იგივე ენაირად ჭედავს ახლა როგორც მანამდე შვებოდა. და loading screens ბოლოს აჩვენებს და მე გადადის იქ. და რატო კი მარა? ეგრევე ვეუნებით რომ loading screen-ი გამბოჩდეს. შენთან როგორ შვება? მე არ გამიტესტია ჯერ. ახლა შევოდა. კაი, მოიცადე selective true აქ ვიწერია. ვიწერწოს. აბა მას წაუშვი და ახლა რას იზღავს. ხო, ახლა ეგრევე გამოაჩინა ეს loading screen. და იმ შემთხვევაში რატო არ აჩენს კი მარა? მოდი აბა ერთ რაღაცას ვცდი კიდე. ხო, აი აქ რო ჩავწერო. მე მგონი ჩემთან შვება, ოღონდ დიჭედება. და მე ბოლოს აჩენს loading screens, ხო? ხო. ხო, ჩემთანაც ეგრე შვება. ხო, აი ახლა ქნა. მოდი აბა აქ რო დავაყოვნოთ ცოტა ხანი. რაღაცა ნორმალური F-ი რო იყოს.
ცოტა გვიან წამოიწყოს ამის ჩატვირთვა. ამოიცადე play button-ზე აღარ მაქვს მეგონი ის. ოკეი. ეხა ეგრევე გამოჩნდა, აბა 0.1 ვსადოთ. ხო, ну, ეგრევე იუსება. ხო, ეგრე ვირთავს, 0.01-იც რო იყოს. როგორ იზამსება? კაი, მოგად აი ეს დაამატე. თავში. სანამ სცენის ჩატვირთვას დაიწყებს 0.01 წამით ვაყოვნებთ. და ეგ საკმარისია იმისთვის, რომ ის loading screen-ი გამოაჩინოს და მერე დაიწყოს ჩატვირთვა. მანამდე ერთდროულად აკეთებდა და ის სცენის ჩატვირთვის ის გაჭედვა უშლიდა ხელს რა. loading screen-ის გამოჩენას. ახლა წესით აღარ შეუშლის, როცა აქ დააყოვნებ. მასთან ნელა რო ივსებოდეს. ხო, და წესით ეგრე უნდა იქნა და მარტო ბოლოში რატო შვება, მაგას ვერ ხვდები. მოდი აბა დავსერჩოთ. ახ ჩვენ არეთ უწერია.
აბა პროგრესი დავპრინტოთ. ნული და 1 დაპრინტა. მას იქ მთელი რიცხვები ხო არ გაქვს არჩეული? სად? აი Unity-ში არის ეგეთი ისა, მარტო მთელი რიცხვებზე რომ იმუშავებოდეს. არა. სლაიდერზე ამბობ? ხო. არა, whole numbers არ მაქვს მონიშნული. მაგრამ 0 და მე 1-ზე გადადის და. ვიცოდე აბა თვითონ operation progress-ი რო დავპრინტოთ. ო 0 და 0.9. ხო, მაგიტომაც გავყავით აქ 0.9-ზე, რომ 1 ყოფილიყო ის პროგრესი. რომ მე 1-ზე შევსებულიყო, მაგრამ მოიცა, ანუ ნონთელი იმ შევსებას რატო არ აკეთებს, მაგას ვერ ხვდები. ეს ოპერა რა არის? ეს ხო ლოკალური ცვლადი იყო, ეს operation და აქ გამიწითლა და გლობალურად შევქმენი და იმ ცვლადში შევინახე ეს ლოკალური ცვლადი რა. რომ მე აქ დამეპრინტა. ნახოთ აბა როგორ დაპრინტა subtate-ში მაინტერესებს.
ოკეი, ანუ ძალიან პატარა სცენა არის იმისთვის, რომ ეგ პროგრესი განახოს. მაგრამ სმუზი რო გავხადოთ პროცესით შეგვიძლია. აა პროგრესი როგორ გავზარდოთ თავს? ანუ სცენა როგორ გავაზიდოთ, ისე რომ გამოაჩინოთ. არის სცენის გადიდებაში გულისხმობ, რომ უფრო ბევრი რაღაც უნდა გქონდეს შიგნით და უფრო მძიმე სცენა უნდა იყოს რა და უფრო დიდხანს უნდა უნდებოდეს იდეას ჩატვირთვას. რომ ეგ პროგრესი დაინახო. მაგრამ ხა ძალით ხო არ ვიზამთ მაგას. მაგრამ აქ როგორ აკეთებს მაგას ვერ მივხვდი. ეს სად არის მე? მოდი აბა ბილდში ვნახოთ. ბილდში რა შვება? ой, ამის ლოგო ისევ ეს არის. კაი, აბა ჩავრთოთ ძონს. ოკეი, აქ უფრო გამოჩნდა. აი, ვიწყდება. რესტარტი არ მუშაობს. ბილდში. ოკეი. ხო, რესტარტი იმიტომ არ მუშაობს, რომ ხო, მივხვდი რესტარტი რატომაც არ მუშაობს. ეს ხო გადავაკეთეთ ჩვენ ამ სტარტის ხილაკზე და რესტარტსაც ხო იგივეს აკეთებდა და მაგიტო. აბა ნახე შენთანაც ბილდში. ბილდში გამოჩნდა ცოტაზე შეივსო. მე კიდე ერთხელ შეივსო და მე ბოლოში იმას ქნა რა ქვია. სმუზი არისო, მაგრამ პროგრესი მაინც გამოჩნდა იმასთან შედარებით.
ნახეება შენთანაც. მე მგონი ინტერნეტი გაიჩა გაბრიელს. კაი მოდი დავასრულებ.